კვარაცხელიას კომენტარი ტოტენჰემთან შეხვედრამდე. რას ამბობს ქართველი დაცვაში თამაშზე და პროგრესზე. ჩაკვეს დაბრუნება და რუსთავის წარმატებული სეზონი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხები. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურით, სადაც რამდენიმე საათში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ტოტენჰემს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ევროპის სუპერთასზე შეხვდნენ. ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პარი სენ-ჟერმენს ქართველი წარმოადგენდა. პარიზულ ისტორიაში მეორედ. ქართველმა მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ტოტენჰემის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. ამ სეზონში უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ ევროპის სუპერთასზე. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ მოვიგეთ. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ეს სხვა ტურნირია და კარგად მოვემზადეთ. გუნდი კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით. რა თქმა უნდა, შინ საოცარი ფანების წინაშე თამაში ჩვენთვის პრივილეგიაა. სახლში თამაში ყოველთვის გვიხარია. ბაიერნის წინააღმდეგ რთული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. გვაქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ეს გამოვასწოროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. არსებობს ბევრი ასპექტი, რაშიც შემიძლია გაუმჯობესება. შემიძლია მეტი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. ვცდილობ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ყველა მიცის, რომ მარცხნივ თამაში მომწონს, მაგრამ ფეხბურთში ადაპტირება უნდა შეგეძლოს. მრავალმხრივი უნდა იყო. ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კარიერის უმეტესი ნაწილი მარცხნივ თამაში გავატარე. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მარჯვნივ ისეთივე კარგი ვიქნები, როგორიც მარცხნივ ვარ. ადრე ასეთი არ ვიყავი. შეტევაზე ვიყავი ორიენტირებული, თუმცა მივხვდი, რომ ყველა ფეხბურთელმა დაცვაში უნდა შეიტანოს წვლილი. ყველა თავდამსხმელი დაცვას უნდა დაეხმაროს. ამ მხრივ მწვრთნელის წყალობით მოუმატებ. ყველაფერს ვაკეთებ. 100%-ით მზად ვარ. ხანგრძლივი სეზონი ვქონდა. ბევრი ვერ დავისვენეთ. ეს კი ჩვენთვის დიდი სეზონი იყო. ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში დაბრუნება ადვილი არ არის, მაგრამ გუნდთან ერთად სრულიად მზად ვართ. ამას ყველა შეხვედრაში ვაჩვენებთ. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მარკინიოსი ნამდვილი ლიდერია. შესანიშნავი ადამიანია. ყოველ დღე, ყველა ვარჯიშზე ის გვაძლევს мотивაციას. მუდმივად გველაპარაკება. ფეხბურთში თანმიმდევრულობის, სტაბილურობის შენარჩუნება ყველაზე რთულია და ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია. მარკინიოსი კარგი კაპიტანია, რომელიც კლუბის ისტორიას წერს. შუაუნევეში კი ამჟამად გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს, უბრალოდ გამარჯვება გვინდა. თუმცა ჟოაოს ბევრი გოლი გააქვს, რაც შესანიშნავია. ჰაკემის შესვლა კი რთულია. ის გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. მწვრთნელმა მის გარეშე რამდენიმე გამოსავალი სცადა და იმედი მაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება. ჰაკემი ზღაპრული ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენის აკადემიის ფეხბურთელებს, ეს ახალგაზრდები შესანიშნავი ბიჭები არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ. ზოგჯერ ვერ ხვდები, რომ ისინი მხოლოდ 16 ან 17 წლისები არიან. ისინი ვარჯიშის შემდეგაც აგრძელებენ მუშაობას. ეს ფანტასტიკურია. პარი სენ-ჟერმენში შესანიშნავი აკადემია. ისინი მომავალში დიდი ფეხბურთელები გახდებიან. ფრანგული ფეხბურთის შესახებ კი უკვე ვიცოდი. ხალხი ამბობდა, რომ აქ ადვილი იყო, მაგრამ უფრო რთულია ვიდრე ჩანს. ისინი ძლიერად და სწრაფად თამაშობენ. ყველას უნდა ჩვენი დამარცხება. ამ ლიგაში, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგას შორის არის, გამარჯვება ადვილი არ არის. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის ვარჯიში და მომზადება უფრო ადვილია. ბევრი ლაპარაკი არ გჭირდება, რადგან გრძნობ, რომ ეს შენთვის სხვა შეხვედრაა და სხვა ტურნირია. ეს ჩვენი ტურნირია. მოქმედი ჩემპიონები ვართ და გზურს ჩვენი გზის გაგრძელება. მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი დავიცვათ და უბურთოდ კარგად ვითამაშოთ. ვიცით, რომ ტოტენჰემის სტანდარტული სიტუაციებიდან სახიფათო მომენტების შექმნას შეეცდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მათ გავუმკლავდეთ. ტოტენჰემმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. მათი მოთამაშეების უმეტესობა ეროვნული ნაკრების წევრები არიან. სუპერთასზე სეზონის პირველი შეხვედრა იყო. ახლა კი თამაში განსხვავებული იქნება. სუპერთასის შეხვედრა კარგი მოგონება, რადგან კარგად დამთავრდა, მაგრამ ცუდიც, თუ გავიხსენებ პირველ 60 წუთს, როდესაც გვიჭირდა. ახლა უფრო მზად ვართ, ვიყოთ დომინანტი გუნდი და მოვიგოთ ეს შეხვედრა. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში ერთი და იგივეა. დომინანტები ვიყოთ. რთული იქნება, მაგრამ პარკ დე პრენსზე ვითამაშებთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებთ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. პარი სენ-ჟერმენს კი ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს.
თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება პარის სენ-ჟერმენის და ტოტენჰემის დაპირისპირება და შეძლებს თუ არა ქართველი მორიგ საგულე მოქმედებაში მონაწილეობას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი დორტმუნდს ესტუმრა და უშანსოდ 0-4 დამარცხდა. სამწუხაროდ ქართველი თავდამსხმელი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო და სკამზე იჯდა. ამ წაგების შემდეგ ვილიარეალს ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და 34 ადგილზე იმყოფება. მასზე უკან მხოლოდ კაირატი და აიაქსი იმყოფებიან. ვილიარეალი შემდეგ ტურში კოპენჰაგენს უმასპინძლებს. ახლა კი კარგი ამბავი. 234 დღიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა. უოტფორდის ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, მოედანზე ჩემპიონშიპის მე-17 ტურში პრესტონის წინააღმდეგ თამაში 75 წუთზე ჩაერთო. ეს შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. მართალია მცირე დროში ქართველმა გუნდის დახმარება ვერ შეძლო, მაგრამ მთავარია, რომ ის მოედანზე დაბრუნდა და იმედია ჩეულ ფორმაშიც მალე შევა. უოტფორდი 24 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 1 დეკემბერს ბირმინგემ სიტის ესტუმრება. ახლა კი კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2, სადაც 2 ტურით ადრე უკვე ცნობილი გახდა, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავი კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება. გია ცეცაძის რუსთავმა დინამო თბილისი 2-ს უმასპინძლა და მარტივად 3-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი რუსთავმა კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში ადგილი პირველი პოზიციით გაინახდა. აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას პირველი ადგილისთვის ბრძოლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. რუსთავი მთავარ კონკურენტს სპაერს 10 ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა ახლა 7 ქულით უსწრებს. ამავე შეხვედრაში ცნობილი გახდა ისიც, რომ დინამო თბილისი 2 კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2-დან გავარდა. გიტოვებთ ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტებს და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები. კაკაშვილი, ჯაფარიძე, დარტყმა კარის მიმართულები და გაიტანა ნიკა ჯაფარიძემ ზელიძედ მეორე შეხვედრაში. ძალიან კარგი იყო ჯაფარიძის ეს მოჭრილი დარტყმა და სწრაფი გოლი ვიხილეთ ჩვენს დაპირისპირებაში. ნიკა ჯაფარიძემ დააწინაურა რუსთავი. ნუ ენდო გია ცეცაძე სრულიად დამსახურებულადაც იმსახურებდა აი ამ შანსს ჯაფარიძე და აი ასე ნიკამაც დაუფასა სწრაფი და ლამაზი გატანილი გოლით მთავარ მწვრთნელს ის ნდობა. ნუ ძალიან კარგად მოჭრა. ნუ აუღებელთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, მაგრამ ძალიან რთული იყო აი ამ ბურთის მოგერიება. განმეორებით კიდევ ერთხელ ეს მომენტი კადრში გადმოიტანა ცაციაძე ბურთი და ნახეთ ლიჯიბრილი კარგი პასი ალმეიდა შეიძლება გატანა და 2-0. ძალიან მაგარი კომბინაცია და ბრაზილიელის მორიგი გოლი კრისტალბეტ ეროვნულ ლიგა 2-ში. იდეალური კომბინაცია, ნებისმიერი გუნდი რომ ისურებდა ისეთი კომბინაცია ვიხილეთ და ლოგიკურადაც დაასრულდა. თავად ბრაზილიელმა დაიწყო ეს შეტევა გამომწვევებელ ფაზაში, შემდგომ ბილიჯიბლის ძალიან მაგარი პასი, ერთი პასით გააშიშა დინამოს მწვრთნელები და ჟანმაც მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. 2-0. ჯალაღონია ჩაწოდება საჯარიმოში და მესამეც გავიდა. მესამეც გავიდა და ბილიჯიბრილი გატანილი გოლის ავტორი. ძალიან მაგარი დომინანტური ტაიმი რუსთავს და უკვე გამანადგურებელია ანგარიში. ბილიჯიბრილის ერთი გოლი ლიგა 2-ის გათამაშებაში.